და ჩემი ფართო შარულები. ხო და ნახოთ. ბავშვები რო არ არიან. მაპატიეთ, მაგრამ ფასეა და ნახოთ აბაძი ფასებო. მოგესალმეთ, როგორ ახალ კითხეთ. ქალაქში ვიყავი. ლიკა და მე ვიყავით, ლიკას გავყევი. ისე რომ ასლები მინდოდა რაღაცეები. იმის ბარისთვის, სკოლისთვის და მოკლედ. ყვითელმა იკას ვეძებდი, იქნებ ხონდეს მეთქილის თან დავდივარ, მაგრამ არა და ისედაც ვეძებეთ და არა და მოკლედ არ ვიცი. საერთოდ აზრია რა უნდა გავაკეთო. ყვითელი მაიკა მაქვს მე, ხო გახსოვთ რომ ვუყიდე. გეკას გრძელმკლავიანი და ზეთყვიეთი და ესე გაჩვენოთ. უბრალოდ ეს აწერია, მაგრამ რა უჭირს ახლა ნაწერის გამო სულ ახალია, ეგ ერთხელ ეცვა მხოლოდ. ვეტყვი იქ გოგოებს და აბა ვერ ვიპოვე და რა გავაკეთო. ნასკები და ის არის. ნასკები გოდესო გამოუწერე. იგი არა. ეს ჩემი შარვალი რაღაცა ძალიან დიდი ჩანს. ეს იზომა გამოიწერე მე მგონი. ნახეთ. როგორი ფართოა. არც შევხედავდი ასეთ ფართო შარულებს, რომ არ გამეზომა ანამაროსი. ამას ჩავიცმევ წამს გავისინჯებ და ნასკებს გაჩვენებთ. სვიფასებო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან ხარისხიანები გამოდგა ტემუს ნასკები, მიუხედავად იმისა, რომ ლარები უწევს მე მგონი. აქ ლარიანში ნაყიდი ნასკები არაფრად არ ვარგოდა. სუბოძო წოები, ერთ ჩაცმაზე, გარეცხვაზე. აი ესეთი მოვიდე, ხო ჭკვიანი გოგო ვარ, ქვემოთ შავი, რასაც სურის ძალიან და ზემოთ თეთრი. ამ ხელ კი ვარ ჭკვიანი, მაგრამ ფერი რო გადაუვიდეს, მერე რა ვქნა. მერე ფერი არ გადაუვა და ამას ამე ისეთ ფერში არ გადაიყვანს. გოდეს ზომა სუყველა. აბა ამას გავიზომავე ხა ერთი წუთი. თავარია გოდეს ეხა, ბევრი ნასკები აქვს. გეგასაც აქვს, გოდესაც აქვს, მაგრამ ეხა საერთოდ არ დამიტოვებია ბარათზე არაფერი და ტყუილად ეს თვე ვერაფერს ვერ გამოვიწერ. მომდევნო თვეში კიდე არ ვიცი, იმიტომ რომ ინგლისურის მეცადინეობა, ცეკვა, მოკლედ ძვირი მექნება. გადასახდელი და ასე რომ არ ვიცი. აი. პირველად მაცვია ესეთი განიერი. ცოტა რომ გამხდარი ვიყო, მე მგონი უფრო მომიხდებოდა. ქვემოთ უფრო ფართოა, მაგრამ აი საწავიდე რომ დაგანახოთ. აი ხო ხედავ. ეხლა კაკიებზე მაცვია. უფრო გამხდარზე უფრო უკეთესი იქნება. ეს რა მქონდეს. მოკლედ დავიტოვებ. აი დგომა რო აქვს ეგეთია, თხელი არ არის ძალიან, ამიტომ დავიტოვებ ამ ჯინსებს, არ დამაბრუნებ. კეპებთანაც და ბოტასებთანაც ძალიან კარგია და ცოტას რო გავხდები, თუ გავხდები ოდესმე, უფრო მომიხდება. თუ არა და ჯერსაც სწავლობი არა გავაკეთებ ჩემი წონა.
ვიცი, ცუდი არ არის. უკან რეზინკაზეა, აი, ჩემზე კიდე რამოდენიმე კილოთი დიდიც ჩაიცნობს. არ ვიცი რა ვთქვა. დილა მშვიდობის ჩემო კარგებო. როგორ ახართ? მოხსენი. აი, რამდენი ლექსები აქვთ. ერთად ბავშვებმა ერთად უნდა თქვან. ეს მარტო გეგასი, ესეც გეგასი და ესენი ერთად. ეხლა ამდენს არ ვიცი გეგა როგორ ისწავლის, მაგრამ თვითონ რაც უნდა იცოდეს, იმას კარგად ვასწავლი ორივეს და აქ დათვი ყოფილა გეგა. თაფზე მივდივარ გეთახო, ამას შეკითხვა რა უნდაო და ფორმაზე არ ვიცი რას გასვიზა. ასე არა ვარ. ხირავდებაო სადღაც, მაგრამ გასარკვევი მაქვს მერე ყველაფერი. მოკლედ ამას გავუკეთე თაფა. და მაღაზიაშიც უნდა ჩავიდე. ნამცხვარი მინდა გამოვაცხო. ბავშვს რო დავახვედრო. დაიცა ჯერ არა გოდერძი და მაცადე ჯერ არაფერი არ მაქვს. მაღაზიაში ხომ უნდა ჩავიდე. ხო, იმას გავაკეთებ თქვენ რო გიყვართ. ოღონდ ეხლა ეს ჭამეთ კარგად. კაკაო და კვეთი გინდა როის? ხო, ვიყიდო, ეს შენ, ყველა უნდა ჭამო. თაფლი მეც კარგია. მაგ თაფლი კარგია, ადამიანს არაფერი, გაიგეთ? ერთი წვეთი, ან ერთი სალი ბრინჯიც კი არ ეგდო სიახლოვეზე. თაფლი მოეწონა ეხლა. მაგარია. გოდეს და ადამიანს გასინჯა. კი, კაია. აგე, წამოდი. კაია მართლა. ეს სულიც. ეგე, ეხა ის შეჭამეთ ბოლომდე გოდე, თორე ნამცხვარს არ გამოვაცხო. ხო გინდა? ის შავი ფირფიტებიანი. ხო, შავი და თეთრი. ხო და მაშინ თეთრი კრემით. რა მინდა, ყავა მინდა გავიკეთო ჩემთვის. ხავს რომ მოვკიდე ის სასა. How much? 10 shots on. ისე დაპირიც გასახია ის და ჩავაგდო ეხლა ესენი ორივე ისე
რა არის ეხლა? მასე როგორ დაინახავთ დედიკოთ? ეხლა ყველაფერი დავალაგე და მერე მოვედი არ მინდოდა ისე მოსვლა. ამას უყურეთ. ამათ უყურეთ. ბიჭო, იატაკს გააფუჭებს მასე ნუ აჩოჩიალებს კამს. აწიეს კამი. მერტო. გოდე წესიერა. კიდე დავამატე ცოტა. მაშინ აქ მოდი ჩემთან. ყავა უნდა დავლიო. ბახში ხო ჭამ ფაფას როცა გინდა. გეგაც ციციბურა და ბრინჯი შერეული ქონიათ იქაც. ხო და ასე რომ ისე გემრიელად ჭამს იმ ფაფას მარტო. რომ დედიკო მითხრა რომ დამიმატაო მასწავლებელმა. ფაფაო არ მეყო დედიკო და დამიმატა მასწავლებელმა. ახლა გავიკეთე. წვანე წავისვივით ღმერთურად. არა აი წვანე თეთრია უფრო. მოკლედ ეს არაფერი არ ხდება ჩემთან. საერთოდ. ხო და მოწყენილობაა. ცოტა რაღაც ის მაქვს. აი რო რაღაცა გაქვს სათქმელი და ვერ ამბობ ან არ თქვი. ეგ მომენტი მაქვს. იმიტომ რომ ნახე რო თქვა. მე აქეთ იქით მოყვება ამ შენს სიტყვას. მე ჩხუბი გამოგივა. მე მაინც შენ გამოდიხარ ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ რაშია საქმე. საქციელები ყოველთვის განსაზღვრავს ადამიანს თუ ვინ რა არის. მე ასე მგონია უფრო. ეხა მე მაგალითად იყო ჩემზე რომ აი გინდ სკოლის მხრივ გეტყვით რომ ბევრს ლაპარაკობსო. მაგრამ მე არც კი შევატყვე ჩემს თავს რომ მაგალითად ვინმეზე მეტი რამით მელაპარაკ, ხო? ასე რომ ეხა ამით იმის თქმა მინდა რომ ყოველთვის უფრო მეტად ჩემს თვალებს ვენდობი და ჩემი დანახulis მჯერა, ვიდრე აი მაგალითად მოვიდეს ვიღაცა და მომიყვეს რამე გინდაც ჩემზე ან ვიღაცაზე ილაპარაკოს. შეიძლება აი ყურს უგდებ რაღაცა მოусვენ ნებისმიერ ადამიანს უსმენ, მაგრამ ყველაფერი არ მჯერა ხალხო, ყველაფერი კი არა, ყოველთვის თუ რასაც მიყვებიან, რა თქმა უნდა, ეჭვი შემაქვს ბევრ რამეში. და ამას ვხედავ მოყოლის პერიოდშივე. ადამიანები თავიანთ თავს გვაცნობენ თავიანთი სიტყვებით, თავიანთი საქციელებით და არა პირიქით. ეხა ის რომ ვიღაცაზე საუბრობდეს, ეს ასეთია, ეს ისეთია, იმან ასე გააკეთა, ასე გააკეთა, შენ რა? შენ რა? ვითომ მასზე უკეთესი ხარ? იმიტომ რომ შენ ეხა მასზე ჭორაობ. მერე კი იქ ერთმანეთში ძალიან კარგად არიან. აი ეს არ მომწონს. ეს ყველაფერი რომ ვიციდო, ვერ ვამბობ. ძალიან ბრაზდები, აი ჩემს თავზე ვბრაზდები. მაგრამ მე იმასაც ვამბობ, რა ჩემი საქმე, იმიტომ რომ ეს ადამიანი ბოლოს მაინც გამოავლენს, ვითომ ჭყალებში მეგობრებთან თუ ვითომ დაქალებთან თავის თავს. და ისინიც შეიცნობენ, მაგალითად როგორც მე შევიცანი. ასე რომ გაჩვენება ვარჩიე მაინც, იმიტომ რომ ყველა იდიოტს პასუხი არ უნდა გასცე. იმიტომ რომ
მართლაც ასე მგონია, ჩემი სიტყვებით თუ საქცელებით ყოველთვის ჩემს თავს ვაჩვენებ ადამიანებს. ასე არის. რა ვიცი რა გავაკეთო მეტი, არ ვიცი. ნახე, ბევრი მინახია, რომ აი საყვარელო, ძვირფასო, შენ ასეთო, შენ ისეთო გემრიელი სიტყვებით, მაგრამ ბევრი მქონია, პირადშიც გეუბნებით, რომ ჩემთან ვაიმე ეს ასე, ეს ისე, ბიჭო, საბა ერთმანეთში ასე რო ხართ. დაინდე ის და ჩემთანაც ნუ საუბრობ მსგავსად მას, დედა, ხო დამღალა ამ ბავშვმა არ შეჭამს თუ არ ვაჭამე. ვაჭმევ და მოვა. გოდემ ჩაი გამიკეთეო და ქაბატონმა დაიწყო. თიური კოვზი ვაჭამე და მე შევჭამო და დაიწყო ძლივს თავისით. მეშველა. გოდე, მუსიკები არ მინდა მე. სულ ოდნავ ერთი ხაზით ჩაუწიე. გოდე, მურაბა და პურთან გინდა ეს? თუ ყველი და პური? ფიქრობს ახლა არ იცი ის რა ჭამს. ორივეს ამდენს ერთად როგორ მოახერხე ბიჭო? ერთი აირჩიე. ყველი და პურთან ჭამე. იქეთ არა, აგერ მოგძანდები. ქუშინ გავიქეციან ნიკოდეიდასთან, ჩემი დადადიშვილი რომ მოდიან, იმათ უყვართ ხომი და ყველი. ხო და ვიყიდე. სულ გონი ოღონდ რბილია და იმდენად არ მოეწონა გოდეს. მაგარი ნაწილი რომელიც აქ იმას მიიღწნე. რის მოსიტანი მაქვს. ხაც მომაცმალე. ეს არ გამიშვია მე ესენი. იმიტომ რომ ადა და გოდე. შუჟღია. ეს პური ყველა გოდეს გამოშიგნულია. გულებს ჭამს. გოდე, მოდი დედიკო. იყრელი. ეს ჭხილებიც უნდა მოვიწრო. კი ჩემია, მაგრამ ეს ზედა და მე დავამოკლები, არ მინდა ამხელა. არ გავიკეთებ აწი, იმიტომ რომ არ გავიკეთებ აწი ცოტა ხანი მაინც, კარგა ხანი. 3 საათი არ ვიქნა წასასვლელი. ეხა გოდეზე აზიასკები მაქვს საყიდელი, ფორმა შეუკეროთო გოგოებმა თქვეს და ესეც არ ვიცი. იმიტომ რომ ყოველთვის ჭირს გოდეს ზომა, ფორმა, იმიტომ რომ რამოდენიმე ბავშვი არიან ესე ერთი ზომისები. კლასს არ გულისხმობ, კლასიდან ამათგან. ივანე იყო ცეკვაზე? არ დადის? არ ვიცი. არ იყო, ეხლა რა იყავი? ესე იგი არ დადის ალბათ. ორი იყვნენ კლასელები ბიჭი. ეხლა შენი კლასიდან მარტო შენ ხარ ცეკვაზე, ბიჭები. მომენტი არავინ აბა, მე მგონი. ივანე და შენი ყავით და ივანეც თუ არ არის შენ ხარო? ეს უფრო დიდ კლასებზე
დიდ კლასელებს გულისხმობ, უფრო მაღალ კლასელებს, ანუ მესამე კლასი რომ არის მანდ მესამე კლასელი ბიჭი, როგორ მიყვარს ის ბავშვი, გიორგი ქვია. გოდეს თან აქ ფოტო აქ მიდევს ხოლმე. კი ცოტა მაღალი კლასელები არიან, გოდეს კლასთან შედარებით, ახლა გოდე მესამეა, მაგრამ ტანს გულისხმობ, აი სისქეს გოდესას. ამოზომისები არიან. ხო და ამიტომ შევაკერინოთ რა გოგოებმა ვთქვით, რომ აი გოგოებიც იკერავენ და ბიჭებსაც რა მათაც კონდეთო ახალი და ლამაზად ეცვათ. არ ვიცი. კითხო უთხარი. და უნდა მოვახერხო, მაგრამ ჯერ აზიასკები 70-იან 80 ლარი ღირსო და ორი ზომით დიდი მაინც მოგეწონა აბარბილი რატო არ იძახოდი გუშინ? ახლა მაცივარში რო იყო გაქვავდა ცოტა. მეც არ მიყვარს რბილი სულგუნი არ მიყვარს რომ ცოტა მაგარია. შებოლილი ყველი მიყვარს, მაგრამ წელს მე მგონი არ მიჭამია, ერთხელ ვჭამე ხა ლიკასთან. თავის სახლიდან მოუტანია და იქ რო ვიყავით, მაშინ ვჭამე და ჩემს დას რო უყვარს ძალიან, კიდე ერთი ჩემს დას მისცა. მეც მიყვარს ძალიან. შარშარა კაი იყო, რომ შევბოლეთ. შევაბოლინე იქე ჩემს დედამთილს. კიდე მინდა წელსაც, მაგრამ ძვირია. 14 ლარებში ვიყიდე მაშინ, 14-15 ლარებში შარშან და ესე დავილაგე და წელს ვერ მოვახერხე. ეხა 20-ია უკვე. გოდე რამდენი დღე ითხოვდა, მაგრამ აი ბავშვის გეფიცებით მართლა არ ვიყიდე. მარტო გოდე ჭამს და ზოგჯერ ფუჭდება ეს ყველიც. ხო და ეს რა ქვია. გუში რომ დამირეკა ჩემმა დამ რომ ქუთაისში აქვს ტურები და მოდიან. მე რომ ვიცი რომ მარტო ეს უყვართ და სხვას არაფერს არ ჭამენ, სხვა არ მინდოდა რანა როგორ გითხრა. რომ მოდის, რასაც ჭამს, რაც უყვარს, ის მაინც უნდა დავახვედრო თქო და ეხა გადავწყვიტე კიდე ნამცხვარსაც გამოვაცხო თქო. მე ტორტი უფრო მეადვილება, მაგრამ ამათ ჯობია. იმიტომ რომ ყველას ის უყვარს. მელაკუდა. ის უნდა გამოვაცხო. დედიკო. აი მარტო ეს მხარეა ძლიერი. დედიკო. აი ეს. ესები. რომელსაც მარილი ეყარა, ის გამაგრდა. ой, ხო, იმას ყვებოდი. არავის საქმეში არ ვერევი, მე და ნურსურავი ნურ ჩაერევა ჩემს საქმეში თუთაში არ ვამბობ და ისე. მოკლედ. ჯობია ზოგჯერ რომ არც არაფერი არ თქვა. და იყოს შენი დუმი ყველაფრის პასუხი. უბრალოდ რა არის იცი? ზოგჯერ ნერვები მეშლება იმაზე, რომ ადამიანები ადამიანს სხვანაირად იცნობენ და მე სულ სხვას რომ ხედავ. აი მე თუ ვხედავ, აი ისინი რატო ვერ ხედავენ? მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლება იმათთან სხვანაირად იქცევა და იმათთან არ ჩანს ეგრე. ქონია ეგეთი შემთხვევაც, რომ დაბადების დღეზე ბავშვს აჩუქე ფული. ხო და მე ერთხელ ისე იყო, რომ მკითხა ამ ადამიანმა ნახა რა, რომ აჩუქე ფული და რამდენი აჩუქეო და რომ უთხარი, რომ 50 ლარი ვაჩუქე, მეტი არ მქონდა და მომერიდა თქო. შენ ყოფილხარო, რაც ყოფილხარო, აზიო ყოველ დაბადების დღეზეო დაკვატიჟებენო.
ერთი რატომ მეთქი და აი ამდენი ფული რომ მოუტანეო. ხო და მე კიდე იმისიც მერიდებოდა მეთქი, რომ ეს თანხა მომქონდა თქო და მართლა მქონდა მეტი. და მე მითხრა რომ შენო ეხაო ამასო ასეთი პატივი რო ეციო, იციო ამანო შენზე რა თქვაო. აი ის რო გავაკეთე მე რო დაინახა რო კარგი რო გავაკეთე, მე მომიყვა რომ ამან ეს თქვაო, თორე მანამდეც ქონდა იმ ადამიანს ჩემთან ურთიერთობა, ვინც მომიყვა ვიღაცამ ეს თქვა შენზეო. მე გავიცინე უბრალოდ. ის გოგო თავზე მევლებოდა იმ დღესაც, მოკლედ რა არის იცით? ყველას თქვენი სიტყვები თქვენვე გრჩებათ. ვინც ვისზე რაც არ უნდა ილაპარაკოთ, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ თქვენ გაკლიათ. მისგან რასაც ხედავთ, აი ის რაღაც კონკრეტული და ამიტომ სკდებით გულზე. თორე ვის რა აქვს ალაპარაკი? მე გეუბნებით აგერ. მთელი დღეს სახლში ვზივარ. ბავშვი ცეკვაზე მიმყავს, ან მომყავს, ან ბაღში მიმყავს, ან მომყავს, ან საჭმელს ვაკეთებ, ვალაგებ, გარეთ გასული ვინმესთან ვიდგებ, ჭორაობდე, ბევრს ან გინდა სახლში ვიჯდე, ვიღაცები მყავდეს და სხვებსგან მიხილავდე, მსგავს რაღაცა ჩემ ცხოვრებაში არ ხდება და რა არის იცით? იქნება თქვენსაც დაუკვირდეთ. იმიტომ რომ ახლა იმ კონკრეტულებს მივმართავ რომ მიყურებენ, იმიტომ ძვირფასებოდა აი თქვენ არავინ არ მიიღოთ საკუთარ თავს, უბრალოდ ვინც მიყურებენ კონკრეტულ ადამიანებს დედა რას გავს? მე გარეთქავ. ხო. მიდი დედიკო ასეთი მწვანე კაბა აიღე იქიდან მომიტანე. ლოგინზე არის ადასტან საცმელები რო ალაგი ამან. არ დაცვიდეს. ფრინჯია. მიდი უცებ გეგა. ხო და არც პასუხი არ გამიცია, არც იმ გოგოზე მithvia ეს მითხრეს და ასე და ისე თქო. არაფერი საერთოდ ყველაფერი დავტოვე ისე როგორც იყო. ამიტომ ძვირფასებო თქვენ რო გონიათ რომ ადამიანები თუ პირში კარგად არიან თქვენთან. ხო, მწვანე. იცის თვითონ მოიტანს. აი ესეთები არიან თქვენ ზურგსუგან. ხო. მოდიდე. დედიკო, ნამცხვარს ვაკეთებ, მაგრამ ხამე ვაკეთებ. ხვალისთვის რო იყოს, მოდი. ხვალისთვის იქნება. ეხა რო გავაკეთო, ხვალისთვის არც დარჩება. ნამცხვარი. ხო და ესე ამის მინდოდა. კიდე რა ვიცი, ბევრი მინდოდა, მაგრამ ესენი რო შემოვლენ, ყველაფერი დამავიწყდება და ესე. ასე რომ ვისაც რაც გინდათ, გილაპარაკნიათ. ყველაფერს ხედავთ. კი. ჩემსას. სიკარგეს, დიახ. მაგრამ აი მაინც გეფხანებათ ენაზე და საუბრობ, რაც გინდა ის გილაპარაკნიათ, ხო? აგერ ჩემი ხაზრიკა შემხვდა და როგორ გამიხარდაო დღესო ჩვენთან ცხოვრობს აგერ მოპირდაპირე კორპუსიდან, თურმე კაცი მხედავს აივნიდან, ყოველთვის რაღაცას აკეთებსო ეს გოგო გარეთ უნახევარ, ბავშვები მომყავდა, მაღაზიიდან მოდიოდი. ხო და ხან რეცხავსო, ფენსო, სულ რაღაცას აკეთებსო იქედან აივნიდან რომ ვხედავო და არასდროს არ მინახეო, მაგალითად გარეთ მდგარიყო, ან რაღაცა გინდ გოგოებთანო. ხო ხედავს, აი კაცები ხედავენ და თქვენ რა ვერ ხედავთ, ძალიან კარგადაც ხედავთ, ოღონდაც გინდათ აღიარება. არაფერი არ არის იმაში ცუდი, რომ აი გარეთ გავდიოდი მაგალითად სამეგობროსთან და მქონდეს ურთიერთობა, მაგრამ დღეს მე რო ვუყურებ, არც მეგობრობა შეუძლია ბევრს. არც დაქალობა. ამიტომ ყოველთვის მიჩვენია რომ ეს 1-2 და ხარისხიანი მყავდეს და ისეთი რომ ჩემი იყო სხვასთანაც და ჩემთანაც, ამიტომ ისინი მაგმაყოფილებენ.
არ მჭირდება ბევრი ურთიერთობები, რომ არის სხვა სამით მე თავი მოვაწონო, რომ არის მე ბევრი მეგობრები მყავს, ესე იგი მე კარგი ადამიანი ვარ. თუ ბევრი მეგობრები ყავს, უნდა შეირგო და უნდა იყო ნამდვილად მეგობარი. აი ეს და ეს. წავედი. შეცდომები ყველას მოსდის ცხოვრებაში, მეც ბევრი შეცდომები დამიშვია. მაგრამ ამ მხრივ ახლაც კი აქ გოგოსთან არ მქონდა ურთიერთობა რა, ვემდუროდი და მას მე რამდენი შეხვედრი ვარ სხვა გოგოები მაგალითად ერთმანეთზე ჩამოუგდიათ მაგაზე საუბარი, მაგრამ არასოდეს სამივე შვილების სიცოცხლე დამეფიცება, რომ მაგ გოგოზე ცუდიც კი არ მითქია, რატო? მე თუ რაღაცა მეწყინა, ხო, ის იქ მოკვდა, всё, მე რა აზრი აქვს ეხა დავდგე და ვლანძღო. ან ვინ ვარ მე ესეთი, რომ დავდგე და ვიღაცა ვლანძღო. არა, სწორად არ მიმაჩნია. ამიტომაც არის, რომ სხვებისგანაც მიუღებლობა მაქვს ამის და მე გამომდივარ რთული ადამიანი, როდესაც ვერ ვუგებ და ჩემს სათქმელს ვამბობ იქო, ხედავ, ვისმენ და იქვე პასუხს რო ვცემ. ამიტომაც არის, რომ ვცდილობ ეხა, რომ არ გავცი არავის პასუხი, მაგრამ არ ვიცი რამდენამდე იქნება ესე. ვერ ვიტანო სამართლობას და მომკადით რა გავაკეთო, მართლა ვერ ვიტანო. ასეთია ეს ცხოვრება. დღეს რამდენად მეტად ლაქუცია ხარ, მით მეტად დაფასებული ხარ ამ ცხოვრებაში. წავედი ძებას ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით.